მოგესალმებით. დღეს 11 მაისია. რა არის უდიდესი ისტორიული დღე? 59 წლის შემდეგ აირჩევენ საქართველოს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს პატრიარქს, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით საკმაოდ დიდხანს იქნება პატრიარქი, როგორც წინა ილია მეორე, აცხონოს უფალმა. ასე რომ ჩვენ ერთადერთი გვმართებს საერო პირებს, რომ ვილოცოთ და ღმერთმა ჩვენს პატრიარქს ეს მძიმე ჯვარი, რომელიც უნდა ატაროს, შეუმსუბუქოს, მართლმკვეთელობით ატაროს ეს ჯვარი და მისი ლოცვა კურთხევა ჩვენს თითოეული ოჯახის წევრზე, ყველა ქართველზე, აქაურზე, თბილისელზე, რაიონებში მცხოვრებ, სოფლებში მცხოვრებ ქართველებზე და ყველა ემიგრანტზე გარდამოსული იყოს მადლის სახით. შევეშვათ ჩოჩქოლს, განკითხვას ერთმანეთისას და მადლიერი ვიყოთ უფლის, რომ დღესაც კი 21 საუკუნის შემდეგ, რაც ქრისტე აღსდგა, ვართ და გვაქვს იმის საშუალება, რომ გვერქვას მართლმადიდებლები, გვერქვას ქრისტიანები და რაც იქნება მომავალში, ეს ყველაფერი მივანდოთ უფალს. საკუთარ თავზე მინდობა ყოველთვის იწვევდა ცუდ შედეგებს. ამის ნათელი მაგალითია მთელი ჩვენი ისტორია. როდესაც უფალს მივანდობდით ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს თავს, ყოველთვის ვიმარჯვებდით, ხოლო როდესაც საკუთარ თავზე ვიღებდით მხოლოდ და უფლის სიტყვას უგუაგდებდით, მივდიოდით უბსკრულისკენ და არაერთხელ გადაიჩეხა, მაგრამ ის რაღაც წერტილი, ნათელი წერტილი ყოველთვის იყო ქართველერში და სწორედ ამან მოგვიყვანა დღემდე. ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ ზუსტად ეს, სხვა არაფერი, მთავარია ის არის. ჯერ კიდევ ილია მართალი, წმინდა ილია, ამბობდა ასეთ სიტყვებს, რომ მაშინ გაუკუღმართდება ერი, როდესაც დაავიწყდება თავისი ისტორიული წარსული. საბედნიეროდ ჩვენ ქართველებს ბევრი გვაქვს საამაყო და ბევრი გვაქვს მოსაყოლი ჩვენი შვილებისათვის, რითიც ბევრი დღესდღეობით თანამედროვე და განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. მაგრამ ეს არ უნდა გადაიქცეს ერთგვარ ტრაბახად. ტრაბახი არ არის კარგი ფონი ზოგადად, არც ერში და არც ბერში. ჩვენი საქმით, ჩვენი მოწიწებით უფლის მიმართ, ჩვენი სიყვარულით მოყვასის მიმართ უნდა დაუმტკიცოთ ჩვენს თავსაც და უფალსაც ის, რომ ვართ ღირსი იმის, რომ გვერქვას ქრისტიანები, გვერქვას მართლმადიდებლები და მართლად ვადიდოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე. გისურვებთ ყველას სულიერ და ხორციელ სიმხნევეს და ჯანმრთელობას და უფალმა შეგვაძლებინოს ყველას ჩვენთაგანს, რომ შვიდად შევეგებოთ ახალ პატრიარქს, მივულოცოთ და უდიდესი სიყვარული გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ მის მიმართ. ეს იქნება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორისთვისაც ერთგვარი პატივისმიგება ჩვენი მხრიდან და ახალი პატრიარქი, დარწმუნებული ვარ, ეჭვიც არ მეპარება, რომ იქნება სულიწმინდის შთაგონებით არჩეული და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს უფლის ნება იქნება. აბა თქვენ იცით, რაც თავარია, კარგად დაიმახსოვრეთ, არ განიკითხოთ არავინ, მიხედეთ თქვენს სულებს. ჩემს თავსაც ვეუბნები ამას. აბა თქვენ იცით, კარგად იყავით.